მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი კურსი ჩაშენებული სისტემების პროგრამირების მიმართულებით, სადაც ჩვენ წერთ API drivers და ამ ეტაპზე ვართ წვეტასთან მისულად interrupt. ესე იგი, ჩვენ როგორც ვიცით, მოდი ამას გავასუფთავებ და ხელახლა დავწერ ესეთ რაღაცას. ჩვენ როგორ რაღაცას ვაკეთებთ? ესე იგი, ჩვენ sysconfig-ის გავლით GPIO-დან მივდივართ EXTI რეგისტრზე. EXTI-ის პერიფერიალზე. EXTI ადგენს იმის მიხედვით თუ მაგალითად თუ falling edge-ს უყურებთ, ანუ falling triggers თუ აკვირდებით, თუ დაფიქსირდება falling შემთხვევა, ასეთ შემთხვევაში ასევე გვიწერია, რომ შესაბამის line-ზე გააგზავნოს სიგნალი. ამ სიგნალს აგზავნის pending registry. ხო? ეს ვისაუბრეთ. ჩვენ რადგანაც კონტროლერში გვაქვს A0 პინზე ჩაშენებული, დავაკავშირეთ ესეთი კონფიგურაცია გავაკეთეთ, რომ pin A0-ს, აი ესეთ მაგალითი დავწერეთ, რომ როდესაც დავაწვევით pin გავხადეთ input რეჟიმი, pin A0, ხოლო pin C-ს მე-13 გავხადეთ output-ი, რომ ეს ნატურა არის დაერთებული აქ ღილაკი. როდესაც ღილაკზე მოხდება, ანუ low სიგნალი, სტანდარტულად მოდის high სიგნალი და როგორც კი მოხდება low სიგნალი, ამოიკითხავს ნიშნულობას რეგისტრიდან ჩვენი კოდი, პროცესორი და თუ წერია ერთიანი, გახდება ნოლიანი, თუ წერია ნოლიანი, გახდება ერთიანი და ჩაწერს მას, ანუ შემოbrunებულ ვარიანტს ჩაწერს მე-13 GPIO-ს მე-13 პინზე, ანუ თუ ანთებული იქნება ნატურა ჩაქრებოდა, თუ ჭამქრალი იქნებოდა აინთებოდა. ეხლა ჩვენ რადგანაც გვჭირდება წვეტა, რომ გამოვიყენოთ ამ ყველაფრისთვის, ესე იგი, თუ high სიგნალი მოდის და როცა ღილაკს ვაწვევით, გადადის low-ზე და მერე ისევ high ხდება, ესე იგი, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ აი ეს მომენტი. შესაბამისად, აქ უნდა ავირჩიოთ falling trigger, შემდეგ EXTI ხაზის 0-ზე გავაგზავნოთ pending registry, აი ეს pending registry-დან აგზავნის, რომ NVX-ზე მივიდეს მე-6 IRQ ნომერზე, ხო? ეს vector table-ებიდან ვიცით უკვე რას ნიშნავს ეს მე-6 არხი, ხო? თითოეული წვეტისთვის, თითოეული ნომერი აქვს, პოზიცია და როგორც კი აქ pending registry გამოაგზავნის რაიმე სიგნალს, NVK მაშინვე ეტყვის პროცესორს, რომ აი აქ, როგორც კოდში მიწერია, main კოდში, აი ეს წინაზე რაც დავწერეთ, გადმოხდება ამ ფუნქციაში და შეასრულებს იმას, რაც აქ წერია. აქ არა აქვს უკვე რაიმეს მნიშვნელობა, აქ რას ჩავწერთ და რას არა, თუნდაც შეგვიძლია ის სულ delay ჩავწეროთ. და საერთოდ ესეც არ გვჭირდება მაგალითად და მარტო delay დავტოვოთ, ხო? ეს არ აქვს გავლენა, ეს იყოს არ შეუშლეს ხელს. ესეც არ გვჭირდება. მაგალითად value. რაც გვჭირდება ის არის, რომ ჩვენი პინი გადავიდეს, რა თქმა უნდა, წვეტის რეჟიმზე. როგორც თქვი, წვეტის რეჟიმი უნდა იყოს GPIO, ქვედატირე mode interrupt falling trigger FT. ესე იგი, დააფიქსირებს falling triggers, როდესაც მოხდება ჩვენს პინზე falling დაცემა, ანუ high-დან low სიგნალზე გადასვლა. დანარჩენი ამ ეტაპისთვის დავტოვოთ იგივე. ახლა რაც გვჭირდება ის არის, როგორც გითხარით, აი აქ ამ შემთხვევაში, როგორც კი falling არჩეული registry, ანუ falling trigger edge selection-ი, აი აქ რომელიც გვაქვს, მოდი ვნახოთ FTSR, აი ნახეთ falling trigger selection registry, როგორც კი დააფიქსირებს, მაშინვე გამოდის ერთიანი და pending registry გააგზავნის, ანუ ამ დაფიქსირების შემდეგ შესაბამის ხაზზე გააგზავნის სიგნალს. აი ახლა ვნახოთ აქ ისე მენუალში რო ჩავიხედოთ რა ხდება. This bit is set when the selected edge event arrives on the external interrupt line. ეს ბიტი გააქტიურდება, ანუ ამ ბიტებზე არის საუბარი იმ შემთხვევაში, როდესაც არჩეული edge, ანუ raising, ანუ falling edge event-ი, ანუ მოვლენა მოხდება.
ანუ როდესაც ჩვენ ავირჩევთ falling edge მაღლიდან როცა ჩამოვა სიგნალი დაბლა, high-დან low სიგნალისკენ როგორც კი შეიძლება, ანუ ღილაკს როგორც კი დავაწვევით, როგორც კი მოაღწევს, ესე იგი external interrupt ხაზს, ეს ბიტი გასუფთავდება, უნდა გავასუფთავოთ, this bit cleared by სუფთავდება კოდიდან და უნდა ჩავწეროთ ერთიანი. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ როგორც კი priority registry დააფიქსი, ანუ აქ ეს რეგისტრი გვაქვს გააქტიურებული, როგორც კი დააფიქსირა ამ რეგისტრმა falling detection-ი, როგორც კი მოახდინა, priority registry-მა გაუგზავნა ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია რჩება გაგზავნილი და ყოველ ჯერზე გონია პროცესორს, რომ წყვეტა ხდება და გადადის ამ ფუნქციაში. სად არის? გადმოდის აი ამ ფუნქციაში, წესით გადმოვა და გააკეთებს სულ აი ამ ყველაფერს. იმისთვის რომ ეს არ გააკეთოს, ჩვენ უნდა გავასუფთავოთ, როგორც გვიწერია აი აქ, კოდიდან შესაბამისი ხაზი, შესაბამისი ნომერი და მოდი ახლა ეს ყველაფერი ვნახოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა გადმოვიდეთ აქეთ და დავწეროთ ფუნქცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გაასუფთავებს ფუნქცია, რომელიც ასუფთავებს ჩვენს ნომერს. ესე იგი, void აქ დავწეროთ ესეთი ფუნქცია gpio დაბლატირე irq, მოდი დავარქვათ handling irq ნომერის მართვა, ესე რომ ვთქვათ. აქ გვჭირდება ჩვენ პინის ნომერი int 8 დაბლატირე t pin number და აქ გავწეროთ ესეთი რაღაცა. მოდი კომენტარიც მივაწეროთ clear z ext pr pending register. მეშლება ხოლმე ხშირად ეს ფუნქცია pr ფუნქცია, როცა priority ფუნქციაში და ზოგჯერ კარგი არის ხოლმე როცა მითითებული არის, მოკლედ რომ ვთქვათ. Clear the exti pending register bit to the pin. ესე იგი გაასუფთავებს exti pending registers შესაბამის ბიტზე, პინის შესაბამის ბიტზე, ესე რომ ვთქვათ ჩვენ. ესე იგი თუ მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა exti pending registry და ეს ვიცით, რასაც ნიშნავს, ერთიანი გადავიდეს pin number-ზე. ანუ ნახეთ აქ რა იგულისხმება, თუ exti-ის pending registry-ის, აი აქეთ გადმოვიდეთ, მაგალითად ჩვენ გვინდა 0-იანი, ხო? ან 0 პინი, ან მე-15 პინი, ან მე-7 პინი, ხო? ნახეთ, ერთიანი რომ გადავიდეს, აი ეს რას ნიშნავს რეალურად, ხო? pending registry ერთიანი რომ გადავიდეს იმ ნომრით, რომელი პინიც გვაქვს, აი აქეთ, მაგალითად მე-7 პინი თუ გვაქვს, შეამოწმებს, ესე იგი, მე-7 პინს, აქ დაწერია, ხომ? ეს და ეს, თუ ორივე ერთის ტოლია, ესეთ შემთხვევაში, ესე იგი, ჩვენი პინი, ესე იგი, ჩვენი არჩეული პინის ადგილზე უნდა გასუფთავდეს, ანუ ერთიანი უნდა ჩავწეროთ, ხომ? რადგანაც დამახსოვრებული აქვს pending registers, როდესაც წყვეტა მოხდა და იმ შემთხვევაში ჩვენ როდესაც წყვეტას მოვახდენთ, მაშინვე უნდა გავასუფთავოთ ხოლმე ეს. და აქ ჩავწეროთ ისევე exti pending registry-ში ჩავწეროთ როგორც წერთ ხოლმე ერთიანი. number მივხვდით ხო, იმედია რა ხდება, გავიმეორებ. ესე იგი, როდესაც ჩვენთან მოხდება წყვეტა, მაშინვე pending registry აქ გაწერს ერთიანს და რჩება ეს დამახსოვრებული. აი აქ როგორც მაქვს ეს გამოტანილი. იმისთვის რომ ჩვენ
ეს ფუნქცია გამოვიძახოთ, აი აქ ვიცით რომ წყვეტა მოხდა, ანუ დავაწექით ღილაკს, სადაც არ უნდა იყოს ჩვენი კოდი, მაშინვე გადმოხდება აქეთ. ჩვენ ვიცით რომ გადმოხდა აქეთ და ამის შემდეგ უნდა ვუთხრათ რომ ეს მაგალითად მე-13-ზე ну 0-ზე უпростоრად 0 პინზე IRQ handling-ი უნდა გასუფთავდეს, ხო? ეს ვერ იცნო, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს header ფაილში ეს გადატანილი. აი გადმოვიტანოთ ეს აქ. წერტილმძიმე არ დაგვავიწყდეს. შემდეგი ნაწილი, ესე იგი, აქ როდესაც მოვა, მოდი დავბილდოთ, ნახოთ, შეცდომები არ გვაქვს. ესე იგი, როგორც კი მოხდება წყვეტა, ჩვენ მაშინვე უნდა გავასუფთავოთ pending registry, რადგანაც შემდეგი წყვეტაც მოხდეს მაშინ, როცა ღილაკს დავაწვევი. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ pending registry-ზე წავა ერთიანები და აქ ეგონება პროცესორს, რომ სულ წყვეტას ვითხოვთ და გადმოვა სულ ამ ფუნქციაზე. ამის შემდეგ, ესე იგი, აქ ჩვენ მივუთითეთ რომ გვაქვს interrupt falling trigger detection-ი. ამის შემდეგ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ დავწეროთ აი ესეთი რაღაცა while-ში to button წერტილი GPIO config-ის mode მეტი არის 3-ზე თუ 4-ზე. აი ეს რომ ნახოთ ანალოგზე. თუ კი ამაზე, აი ანალოგზე მეტია, ხო? 3-ზე. ესე იგი გვაქვს ან ეს. აი აქეთ დავბრუნდეთ. თუ კი არის მეტი analog mode-ზე, მაშინ რა უნდა გაკეთდეს? მაშინ უნდა გაკეთდეს ისეთი ეს ფუნქცია წინაზე რაც დავწერეთ, აი ეს ფუნქცია გამოვიძახოთ წერტილმძიმე აქეთ IRQ ნომერში ვუთითებთ აი ამ რიცხვს წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ მოხდება ის რაც გვინდა რომ მოხდეს, ანუ აქ 6-იანს ვუთითებ, ხოლო აქეთ წერ enables. ნახეთ, გადავიდეთ ისევ ჩვენ ამ ფუნქციაზე. ესე იგი აქ ეს არის, ხო? აქ რა ხდება? ესე იგი, როდესაც ჩვენ ვუთითებთ ამ ნომერს, ეს ნომერი არის თუ რომელ რეგისტრზე, აი აქ რომელი რეგისტრის, რომელ პინზე ჩაიწეროს ერთიანი, ხო? აი აქ NVK პროცესორთან არის დაკავშირებული, ასევე EXT-თან არის და EXT-აიდან NVK-მდე რომელი ხაზი გახსნას, ხომ? მე თუ აქ მე-7-ს გავააქტიურებ და ჩემი pending registry გააგზავნის მე-6-ზე, აქ მე-7-ზე არაფერი სიგნალი არ მოვა და შესაბამისად ვერ გაიგებს ჩვენი პროცესორი წყვეტა როდის უნდა მოხდეს. მოდი ესე იგი დავბრუნდეთ აქეთ. იმედია აქ გავიგეთ რაც ხდება. მე-6 ხაზი რატო დავწერეთ და ჩვენ შეგვიძლია სამომავლოდ შევქმნათ პატარა მაკროები, რომელიც გვეტყვის თუ რომელი ნომერი არის 6-იანი რას ნიშნავს და ესე ხელით რო არ წეროთ. დავტოვოთ ჯერჯერობით აი ეს ასე. ამის შემდეგ ჩვენ რაც გვჭირდება იდეაში მეტი არაფერი, პირდაპირ შეგვიძლია ავდგეთ და გავუშვათ ჩვენი კოდი. აი აქ ამას გავთიშავ და ახლა გადავუღებ კონტროლერს. მოკლედ, ჯერ ნახოთ რომ ჩვენ არსად არ გვიწერია, ანუ while-ში უბრალოდ ვამოწმებთ თუ რომელი რეჟიმია და NVK-ის რეგისტრზე ვწერთ შესაბამის კონფიგურაციას, ხო? ვააქტიურებთ მე-6 ხაზს NVK-ზე. დანარჩენი აქ არც ნათურის ანთება არ გვიწერია, არც ნათურის ჩაქრობა არ გვიწერია. თუმცა ნახოთ, ჩვენ გვიწერია წყვეტა, რომ თუ კი მოხდება ამ ღილაკზე falling edge, ანუ
თუ კი falling-ისკენ გადმოვა ჩვენი ღილაკი, ასეთ შემთხვევაში გადმოხდება კოდი ამ ფუნქციაში. და აი მოდი დავაწვეთ ღილაკს და ვნახოთ და ეს ყველაფერი ჩაკრა. აქ არც ეს აღარ დაგვჭირდება, რადგანაც ერთხელ როდესაც შემოვა ამ ფუნქციაში, ჩვენ ვასუფთავებთ ერთხელ დაჭერის შემთხვევაში და მეორედ აღარ შემოვა. თუმცა ნახოთ მაინც როგორ მოიქცევა ჩვენს შემთხვევაში. შეიძლება მაინც რამდენიმეჯერ ეგონოს რომ წვეტა მოხდა, რადგანაც ხო არა, წესით არ მოხდება, რადგანაც falling edge სანამ არ მოხდება, ხო? მე როდესაც დავაწვევი, ეხლა არაფერს არ გააკეთებს. ანუ როცა დავაწექი ეხლა rising-ი მიდის, ხო? სიტყვაზე ვთქვა, დავაწექი და მოხდა falling-ზე გადასვლა. სანამ მეორედ falling-ზე არ მოხდება გადასვლა, ეხლა რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ფუნქციაში პროცესორის შემოსვლა დამოკიდებულია იმაზე, როგორც კი შეიძლება ეს edge. გამოვართოთ ახლა ეს ყველაფერი და ვნახოთ ის. ესე იგი ახლა natura ანათებს, დავაწვევი ღილაკს, ჩაქრა და აინდ. ჩაქრა და აინდ. მოკლედ ეს არის ჩვენი წვეტის შემთხვევა. აქ რაც არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ უნდა დავწეროთ, სენსორიდან ინფორმაციის გაზომვა, ტექსტის გაშიფრვა, გადაგზავნა, სადღაც ჩაწერა, ამოღება, ფორმულების ჩასმა, რიცხვების დაანგარიშება და შემდეგ მოკლედ რართული ოპერაციაც არ უნდა დავწეროთ. საერთოდ არ გვჭირდება რომ შემოვიტანოთ main კოდში ეს ყველაფერი, ანუ ჩვენ აქ წინა შემთხვევაში ველოდებოდით, როგორც კი დავაწვებოდით, ხო, აი აქ თუ კი მოხდებოდა ღილაკზე დაჭერა, ამ შემთხვევაში შემოსულიყო აქ და საერთოდ ჩვენ delay-ში ყავს, ხო, აი ეს ჩვენი კოდი. მოდი ამას ესე გავაკეთებ, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს ეს ყველაფერი. ეს while-ში არ გვინდა. აი, ხო ეს მე შემეშალა. paste. და მოდი ესეც წავშალოთ. მეორე ხელით ტელეფონით უღებ და ამიტომ ვაკეთებ ესე. უბრალოდ ჩვენი კოდი რას აკეთებს, ხო? კონფიგურაციების გაწერა, რეგისტრებში ჩაწერა ჩვენთვის არჩეული კონფიგურაციის, შემდეგ ხდება გააქტიურება NVIC-ის შესაბამის რეგისტრის IRQ ნომერის, აი ამის და როგორც კი IRQ-ზე გამოაგზავნის pending registry, მაშინვე ჩვენი პროცესორი გადმოხტება და შეასრულებს აი ამ ფუნქციას. არც delay-ები გვაქვს ახლა რაღაცებისთვის. ანუ ახლა წესით აქ სულ რომ ძალიან ბევრი ნოლი ჩავწეროთ წესით, Win-ში ბევრი არ ეტევა. მოდი შეგვიძლია Win 64-ზე გადავიყვანოთ. და ჩავწეროთ ეს მნიშვნელობა, რეალურად აქ როდესაც კოდი მოვა, დაიწყებს და სულ ამას შეასრულებს და არსად არ წერია რომ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში რამე გააკეთე, ხო? წერია ეს ამ ფუნქციაში და არსად არ ვიძახებთ აი ამ ფუნქციას. თუმცა წვეტად ზუსტად ეს არის, რომ დამატებით არის პროცესორში NVIC კონტროლერი, რომელიც აი ამ დავალებაზე აგებს პასუხს. პროცესორისგან დამოუკიდებლად, პროცესორი რო აღარ შეაფერხოს და პროცესორმა იმუშაოს თავისთვის კოდი ამუშაოს, NVIC რეგისტრი აგებს პასუხზე იმაზე, რომ თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს, ან რაღაც კონკრეტული მოვლენა, შემთხვევა, ივენთი როცა ხდება, NVIC-ს შეგვიძლია მივამაგროთ ეს ივენთი და მაშინ უთხრას პროცესორს NVIC-მა, რომ აი ეს საქმე გაქვს გასაკეთებელი. აი ეს საქმე ამ შემთხვევაში, ხო? და მანამდე პროცესორი დამოუკიდებლად რესურსის ხარჯვის გარეშე მუშაობს და აქეთ NVIC-ი აგებს უკვე ამაზე პასუხს. მოდი ეს ყველაფერი ხელახლა ჩავწეროთ და ხელახლა შევამოწმოთ საბოლოო ვერსია ჩვენი კოდის. მოკლედ როგორც ხედავთ, მუშაობს იდეალურად ჩვენი წვეტაც და
იდეაში მე მგონი აქაც ყველაფერი გასაგებია. თუ რაიმე გაუგებარი იყო, ეს ყველაფერი შეგიძლიათ მოკლედ მომწეროთ კომენტარების სახით. დამატებით აქ რაც დაგვრჩა, ეს არის რომ ამას არ გავუწერეთ შესაბამისი აღწერა. და ეს იყოს GPIO EXTI an IRQ handling იყოს, რადგანაც ისე დავარქვით. და აქ გავწეროთ ესეთი რაღაცა, რომ clear the EXTI corresponding bit to clear the clear the bit on ავირია საერთოდ clear the bit on EXTI PR register. იმედია გავიგეთ მოკლედ. ასუფთავებს bits აქ on the არ ვიცი მოკლედ ამდენი. აქ გვჭირდება პარამეტრებში აი ეს არ გვჭირდება. ასევე არის void ტიპის და სულ ეს არის მოკლედ ჩვენი ფუნქცია. დავასეივოთ ყველაფერი და დაგემშვიდობებით, მოკლედ ჩვენი ფუნქცია წარმატებით მუშაობს, ჩვენი წყვეტაც იდეალური არის ამ შემთხვევაში და შემდეგი ვიდეოები უკვე დაიწყება კომუნიკაციის პროტოკოლებზე. ახლა კი დავასრულებ ამ ვიდეოს მომავალ ვიდეომდე.